გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მიკროავტობუსების მძღოლების 93% ტელეფონზე საუბრობს, კვეთს ღერძულახას, ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევებისას და ახდენს აგრესიულ მანევრირებას. ასეთია საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ ორკვირიანი ინტენსიური კვლევის შედეგები. ამ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს მოეწყო და სწორედ მას მიმოვიხილოთ დღეს გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს. ვუსმენთ ერთმანეთს. გამარჯობა, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა შემდეგი რისკის შემცველი მგზავრობა, ინტერაქტივის კითხვა კი ასეთი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უსაფრთხო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ ველოდებით თქვენს ზარებს ნომრებზე 292 1188 ან 292 1189 და შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხზე. გარდა ამისა, ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაარეკოთ და რადიო იმედის პირდაპირ ეთერი გამოიყენოთ იმისთვის, რომ მისაუბროთ იმ სოციალური ტიპის პრობლემებზე, რაც თქვენ გაწუხებთ და ჩვენ ვეცდებით ამ პრობლემების მოსაგვარებლად დაკავშიროთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ძალუს თქვენი სოციალური ტიპის პრობლემების მოგვარება. 292 1188 ან 292 1189 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც ჩვენ ველოდებით თქვენს ზარებს. მოკლედ, კვლევა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის მომზადდა CRRC საქართველოსა და პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ორგანიზებით. კვლევის ფინანსური მხარდაჭერია USAID. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩატარდა ინტენსიური ორკვირიანი ძირითადი კვლევა და საბოლოო შედეგები, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი და ამ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კვლევარს ბატონ გიორგი ბაბუნაშვილს გავესაუბრებით ახლა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა ბატონო გიორგი. გამარჯობა. ბატონო გიორგი, მარტივი საქმე არ იყო ამ შემთხვევაში, ალბათ გარკვეულწილად არასტანდარტული კვლევა უნდა ჩაგეტარებინათ, რა ტიპის მექანიზმები გამოიყენეთ და რამდენად მოსაოდნელი იყო ის შედეგები, რაც მიიღეთ თქვენთვის? კი ბატონო, ჩვენ გამოვიყენეთ სოციალური ექსპერიმენტის მეთოდი, კერძოდ ვახორციელებდით მიკროავტობუსებში რანდომიზირებულ მონიტორინგს. მიკროავტობუსების ნაწილში მოახდინეთ ანონიმური დაკვირვება, სპეციალურად დატრენინგებული მონიტორები ხდებოდნენ შემთხვევით შერჩეულ მარშრუტებში და მთელი მარშრუტის განმავლობაში ისინი ზომავდნენ გარკვეულ პარამეტრებს, მაგალითად, ცოლმა რამდენჯერ ისაუბრა ტელეფონზე, რამდენჯერ მოწია სიგარეტი, რამდენჯერ გადაკვეთა ღერძულახაზი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს ინიშნავდნენ პლანშეტში. ცოლმა ამის შესახებ არ იცოდა. მიკროავტობუსების მეორე ჯგუფში ჩვენ მძღოლი წინასწარ გავაფრთხილეთ, რომ მონიტორინგი მიმდინარეობდა სწორედ ამ ასპექტებზე დაკვირვებით და შემდეგ ჩვენ გავზომეთ რა იყო ეფექტი, ანუ რამდენად შეიცვალა მძღოლების ტარების მანერა და ქცევა მას შემდეგ, რაც მათ იცოდნენ მონიტორინგის შესახებ. და ამ შემთხვევაში, როდესაც იცოდნენ მძღოლებმა, რომ აკვირდებოდნენ და მონიტორინგი ტარდებოდა, მკვეთრი იყო სხვაობა გაურთელებლობის? სხვაობა იყო ძალიან მკვეთრი. 4 პარამეტრში იყო მნიშვნელოვანი, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. კერძოდ მიკროავტობუსების პროცენტი, რომელშიც მძღოლი ახორციელებდა მაგალითად აგრესიულ მანევრირებას, აქ იგულისხმება მაგალითად გადასწრება, საშიში მონაკვეთი ან აჩქარება ან დამუხრუჭება რაიმე აუცილებლობის გარეშე, 38%-ით შემცირდა ასეთი მიკროავტობუსების პროცენტი. მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს დაკვირვების შესახებ. ღერძულახაზის გადაკვეთის შემთხვევები 36%-ით შემცირდა. ტელეფონით საუბრის შემთხვევები, უпростоეთ პროცენტი მძღოლების საუბრობდა 22%-ით დაიკლო, ხოლო მოწევა მძღოლების პროცენტივით ერთხელ მაინც მოწია გზაში 27%-ით შემცირდა მონიტორინგის შედეგად. აქედან გამომდინარე, აი ამ 4 პარამეტრში, როგორც მინიმუმ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონიტორინგის პროგრამა თავისი ეფექტურობა აჩვენა. აკვირდებოდით თუ არა თქვათ იმ მომენტს, რომ გადატვირთული მგზავრობა იყო თუ არა ქალაქებს შორის, ანუ რამდენად ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ადგილის არქონის გამო მაინც აჩერებდნენ და იყვნენ მგზავრებს, რომლებიც ფეხზე იყვნენ უკვე შორმანძილზე გადაადგილებისას. კი ბატონო, ასეთი შემთხვევები იყო 8.5% მგზავრობების შემთხვევაში.
თუმცა ეს მგზავრობები იყო ძირითადად მოკლე მარშრუტებზე. დაახლოებით 100 კილომეტრს ფარგლებში თბილისიდან. გრძელ მარშრუტებზე როგორც არის მაგალითად დავუშვათ თბილისი, ქუთაისი, თბილისი, ბათუმი, თბილისი, ზუგდიდი, ასეთი შემთხვევები ფაქტიურად არ ყოფილა. ძოლები ხსნიან ამას იმით, რომ რიცხვს თქვათ ძალიან მაღალი და არათანაბარი კონკურენცია ბაზარზე და მათ იძულებული არიან რომ გზაზე აიყვანონ მგზავრები იმისათვის რომ კონკურენცია გაუწიონ ისედაც უკვე გადაჯერებულ ბაზარს. გასაგებია, რამდენად იყო განხილული, თქვათ, ქალაქიდან ქალაქში სანამ საქალაქთაშორისო ძირითად მანძილს გაევლიდნენ ქალაქში გასვლიდან, ქალაქიდან გასვლისა და ქალაქში შემდეგ უკვე დისლოკაციის მეორე წერტილში, ქალაქში შესვლის პერიოდში მძღოლთა ქცევების განსაზღვრა, ანუ შორ მანძილზე ჩქაროსნულ გზაზე მოძრაობა ერთია, თუმცა ქალაქში გადაადგილება მეორე. ამ ხრივ იყო თუ არა რაიმე მკვეთრი თვალშისაცემის ხოვობები? ჩვენ კვლევის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ დაკვირვება მოგვეხდინა მხოლოდ უშუალოდ საქალაქთაშორისო მონაკვეთზე, ანუ მონიტორინგი იწყებოდა ქალაქიდან გასვლისას, ეს იყო სტანდარტიზირებული წერტილები, კერძოდ აღმოსავლეთით ეს იყო ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო დასავლეთით ეს იყო თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორია. იმ წერტილებს სანამ მიკროავტობუსი, ასე ვთქვათ, არ ჩავიდოდა დაშლებს ადგილამდე. მიზეზი რატომ არ განვახორციელეთ ჩვენ უშუალოდ ქალაქში მოძრაობაზე დაკვირვება, ეს არის ის, რომ იქიდან გამომდინარე სხვადასხვა დროს იყო ეს გასვლა და შემოსვლა, თვითონ ტრაფიკის ინტენსიურობა ძალიან დიდ სტატისტიკურ ზეგავლენას იქონიებდა ასეთ შემთხვევაში და ჩვენ გვინდოდა მძღოლის ქცევა გაგვეწმინდა ამ გარე ფაქტორებიდან და განგვეცალკევებინა, ასე ვთქვათ, სტატისტიკურად. დაახლოებით რა გარე ფაქტორები. დაახლოებით რამდენი ადამიანის ჩართვა მოგიწიათ იმისთვის, რომ ეს შედეგები მიგიღოთ და ჩაგიტაროთ? სულ დავაკვირდით პროექტის პარალელში 360 მგზავრობას 2 კვირის განმავლობაში. გასაგებია. და ამ კვლევის შედეგების მიხედვით თქვენ როგორც მოქალაქეს რა განწყობა გაქვთ საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საქართველოში რამდენად უსაფრთხოა? სამწუხაროდ ვერ ვიტყოდი უსაფრთხოა, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით 80%-ზე მეტ შემთხვევაში მძღოლების ერთი დარღვევა მაინც ქონდა განხორციელებული, რომელიც უშუალოდ კავშირშია მგზავრების უსაფრთხოებასთან. თუმცა ჩვენი კვლევის მიზანი იყო სწორედ იმ ქმედითი რეკომენდაციების შეთავაზება, რომელიც ეტაპობრივად გააუმჯობესებს სიტუაციას ამ სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივედით სწორედ იმ ერთ-ერთ ეფექტურ ღონისძიებამდე, რასაც წარმოადგენს მძღოლების მონიტორინგი. დღეს გავაცანით ეს შედეგები სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი და მზად ყოფნა, რომ ასე ვთქვათ, ამ კუთხით ვითანამშრომლოთ სამოქალაქო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ეს პროგრამა შეიძლება გახდეს რაღაც საფუძველი უფრო ფართო ღონისძიებების, რომელიც გაუმჯობესებს უსაფრთხოებას გზებზე. გასაგებია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში და მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია. დიდი მადლობა, გიორგი ბაბუნაშვილი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს გადაცემაში მიმოვიხილავთ იმ ინტენსიური კვლევის შედეგებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოეწყო. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი გვესაუბრებოდა, სწორედ მისი ორგანიზაციის უშუალო მოქმედებით ჩატარდა ეს ორკვირიანი ინტენსიური კვლევა, რომლის მექანიზმებით მან პირდაპირ ეთერში გაგვაცნო. ძალიან საინტერესო შედეგებია, რომლის გათვალისწინებაც ალბათ იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან და არა მარტო სახელმწიფოს, არამედ უშუალოდ გადამზიდავი კომპანიების მხრიდან, იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ უშუალოდ მოქალაქეთა გადაზიდვას, გადაყვანას ქალაქიდან ქალაქამდე და ეს მაჩვენებლები, როგორც უკვე მოგახსენეთ, არ არის ერთის მხრივ მოულოდნელი, თუმცა არის გასათვალისწინებელი და სამომავლო ქმედებების მხრივ სწორი ნაბიჯების დასაგებად მნიშვნელოვანი ელემენტი. 292 1188 ან 292 1199 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი, სადაც ჩვენ
დავალდებით თქვენ ზარებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ინტერაქტივის კითხვას, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობა უსაფრთხო. სანამ დაგვირეკავთ, კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ბატონი ირაკლი იზორია, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის აღმასრულებელი დირექტორი გვესაუბრება პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა, ბატონი ირაკლი. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, მისალმებით ჩვენს. დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ბატონი ირაკლი, ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ გიორგისთან იმ მექანიზმებზე, რომლის მიხედვითაც ჩატარდა ეს კვლევა უშუალოდ და თუ შეიძლება იქნებ განუმარტოთ რადიო მსმენელს მიზანი ამ კვლევისა, თქვენი წილი მასში მონაწილეობისა და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს კვლევა ჩატარდა USAID-ის პარტნიორობით, ხო? დიახ, ჩვეულებრივად პროექტს რაც შეეხება 1 წელია მიმდინარეობს. ითვალისწინებდა ამ კვლევის ეტაპს, შესაბამისად მომზადდა ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დღეს გავაცანით დამცველ საზოგადოებას, სამთავრობო და ასევე არასამთავრობო სექტორს, მედიასაც. რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, კვლევიდან დაადგინდა და ჩვენ გვაქვს უკვე შესაბამისად მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტში რეკომენდაციები, რაც ითვალისწინებს მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არ არსებობს ერთიანი ავტოსადგურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, მაგალითად ნებისმიერ სურვილს შეუძლია გააკეთოს საკუთარ სახლში, ეზოშიც კი ავტოსადგური და იქიდან დანიშნოს მარშრუტები ქალაქიდან ქალაქში. რაც ყოველად გამართლებელია და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდნენ ადრე 2004 წლამდე, რეალურად გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ ვართ უკვე კატასტროფის წინაშე, როცა ავტობუსები, თუნდაც მიკროავტობუსები გადიან პატარა სადგურებიდან თუ დიდი სადგურებიდან, არ ვიცით მათი მდგომარეობა ტექნიკურად შეესაბამება თუ არა ეს მიკროავტობუსები იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიცაც უნდა მოხდეს მგზავრების გადაყვანა. ასევე ჩვენ არ ვიცით, ხდება თუ არა მძღოლების სამედიცინო შემოწმება. თავისუფლი პრობლემები აქვს, როგორც კვლევიდან გამოვარკვიეთ, ანუ პრობლემები აქვს თვითონ ავტოსადგურებსაც. რეალურად ჩვენთან უნდა იყოს ზოგადად როგორც ევროპაში ამოღებული ავტოსადგურების დიფერენცირებული სისტემები, უნდა იყოს პირველი კლასის, მეორე, მესამე სხვადასხვა კლასის ავტოსადგურები და ეს განლაგებაც უნდა უწყობდეს ხელს, ეს უნდა იყოს ქალაქის შესასვლელთან და არა ისე რომ მთლიანი სატრანსპორტო ნაკადების მიერ ხდებოდეს ქალაქის მთლიანი ცენტრალური მონაკვეთების გადაკვეთა. აღმოჩენილი პრობლემები, რა თქმა უნდა, დღეს გავაცანით საზოგადოებას და უშუალოდ იმ რეკომენდაციებს ვისაუბრეთ, მაგალითად იმაზე, რომ ჩვენთან კანონიდან ამოღებული არის მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის ცნება, რაც არ არსებობს, არის მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო და შიდა საქალაქო გადაყვანის ცნება და ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო ის, რომ აღდგეს ის ტერმინი, ანუ მგზავრთა საქალაქო გადაყვანები. რა შეცვლის ამ ტერმინის ამოქმედება? ეს ტერმინის ამოქმედება კარგი იქნება, ვინაიდან შემდგომ უკვე საშუალება მოგვეცემა ვიზუნოთ იმ ავტოსადგურების მდგომარეობებზე, მაგალითად ჩვენთან არსებობს ავტოსადგურების ფუნქციონირების და შექმნის წესი, რაც რეალურად მისი მონიტორინგი ახორციელდება. ჩვენ ვიცით, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს არ შეუძლია შემოწმოს ავტოსადგური, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, ან ვინმე მესამე მომჩივანი მხარე არ არის, ამიტომ ეს ავტოსადგურები ფაქტიურად მიშვებულები არიან. შემთხვევაში კვლევის პროცესში ჩვენ ნახეთ და ეს სურათებიც კი გქონდა დიდუბის ტერიტორიაზე რამოდენიმე ავტოსადგური დავაფიქსირეთ და ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ რომელიც 5 მარშრუტს ემსახურება მაგალითად. ასევე პრობლემები შეიქმნა გადაყვანებში იმ ავტომობილებთან მიმართებაში, რომელსაც ეგრეთ წოდებულ ხიშნიკებს უწოდებენ, ეს ტერმინი ჩვენ სპეციალურად გამოვიყენეთ, რადგან ის მიკროავტობუსები, რომლებიც ავტოსადგურებიდან გადიან და რეგისტრირებული არიან, ასე თუ ისე რაღაც ფორმით, მათ კონკურენციას უწევენ ეს არარეგისტრირებული, ანუ არარეგისტრირებული იმპროვიზაციული ტიპის ხიშნიკი ავტომობილები, რომლებიც არიან მინივენები, შესაბამისად ისინი უფრო დაბალ ფასს თავაზობენ მოსახლეობას და რაღაც დასამალია ხშირ შემთხვევაში უფრო კომფორტულიც გამოდის გზავრობა, უფრო მობილურია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით საერთოდ ეს მანქანა მდგომარეობაშია უმეტესად ესეთი მინივენები, მე გეტყვით რომ ჩვენ დაკვირვებიდან ნახეთ რომ თითქმის 90% არის მარჯვენა საჭიანო. შესაბამისად გზავრობა და გზავრთა გადაყვანა არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ავტომობილებით, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნა არის ევროკავშირის დირექტივებში არის ესეთი რაღაც პუნქტი ჩადებული, რომ აუცილებლად მძღოლი, რომელიც საქალაქთა შორის გადაყვანებს ახორციელებს, მას უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება გავლილი, ანუ იგი უნდა ფლობდეს რეალურად
ყველა იმ პირობას, იმ გასაკამმმდებლო ბაზას, აგრეთვე იმ უნარჩვევებს, რომელიც აუცილებელია და ეს არ უნდა იყოს უბრალო მძღოლი, რომელიც ჩვეულებრივ M1 კატეგორიის ავტომობილით გადაადგილდება. ამასთან ერთად ასევე ჩვენ პრობლემებს შორის ერთ-ერთი კიდე რეკომენდაცია იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ავტოსადგურების პრობლემა რეალურად დგას, უნდა იყოს შეთანხმებული ყველა ავტოსადგურის ფუნქციონერების წესი, უნდა იყოს შეთანხმებული მერიასთან, მაგალითად პირობითად დღეს ვისაუბრეთ თბილისის მერიაზე. ჩვენ ვიცით, რომ არც ერთ ქალაქში, სადაც ავტოსადგურები თვითნებურად არიან განლაგებულები, არ უთანხმდებიან ადგილობრივ მთავრობას, შესაბამისად ადგილობრივ მთავრობასაც არ შეუძლია ეს ამ ავტოსადგურებს მიუთითოს ის ადგილმდებარეობები, ანუ განისაზღვროს სწორად მათი ასე რომ ვთქვათ არეალები, რაც შესაბამისად ქმნის სხვადასხვა პრობლემებს, რათა საწობი, ქალაქის გადატვირთულობა, საკვანძო სისტემების მოსვლა და ასე შემდეგ. ამ რეკომენდაციებს შორის კიდევ ჩამოწერილი ჰქონდა ჩვენ რამოდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, მაგალითად შეიძლებოდა შემოგვეტანა ეს ისედაც სავალდებულო იქნება 2015 წლისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მიკროავტობუსების უმეტესობა არიან გადაკეთებული ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომობილები, რომლებიც არანაირ სტანდარტებს არ ექვემდებარებიან. ეს მიკროავტობუსები კი გადიან ტექნოლოგიას რეალურად დღეს მათთვის სავალდებულოა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ვისთან როგორ და რანაირად გადიან ეს ავტომობილები, მიკროავტობუსები ტექნოლოგიას შესაბამისად, როცა მგზავრი ახდენს გადაადგილებას, ჩვენ არ ვიცით ეს მგზავრი ანუ რამდენად კომფორტულად გადაადგილდება, ხომ არის ხელოვნურად ჩამონტაჟებული პატარა სკამები, შესაბამისად ავტოსადგურში მანძილი როგორც წესი, ანუ უსაფრთხოების სტანდარტები, ამ მხრივ დაუცველია უსაფრთხოების სტანდარტები, როგორც წესი მანძილი სავარძლებს შორის არის კატასტროფულად მცირე, ვეღარც გაიმართები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოწესრიგება, როცა ჩვენ მივერთებით ტიპის აღიარების კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს ყველა ხელოვნურად გადაკეთებული მიკროავტობუსების შემოწმებას იმ სტანდარტებით და იმ სტანდარტებზე დაყვანით, როცა უსაფრთხო იქნება ის ადამიანებისთვის. სამწუხაროდ დღესდღეობით ამის შემოწმება ჩვენ ვერ ვახდენ და ამიტომ არ ვიცით ანუ რეალურად როგორი მიკროავტობუსები გადაადგილდებიან საქართველოს გზებზე. ირაკლი, კიდე ორი კითხვა მინდა დაგისვა და მოვასწროთ ასე ვთქვათ დიალოგის არ სარეკლამო პაუზაზე გავალთ. მაინტერესებს ერთი შევახსენებ რადიო მსმენელს, რომ ამ კვლევის ფარგლებში თუ არ ვწდები ან მსგავსი ტიპის კვლევის შუალედური შედეგები არაერთხელ განგიხილავთ და მე მგონი ჩვენც ეთერშიც გვისაუბრია შუალედურ შედეგებზე და მიმოგვიხილავს ეს თემა და ძალიან მაინტერესებს ეს ციფრები, შედეგები, რაც ამ კვლევის საბოლოო შედეგია და მაჩვენებელი. წარუდგინეთ თუ არა მგზავრთა საქალაქო შორისო განამყვან ავტობუსებისა თუ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს? ჩვენ რა თქმა უნდა მოწვეული გვყავდა კომპანიებიდან, თუმცა დღეს გვესწრებოდა უშუალოდ რამოდენიმე ავტოსადგურის დირექტორი, რომლებიც რა თქმა უნდა ყველა დიდი ავტოსადგური იქნება თუ პატარა, რომელიც მიესალმება თანამედროვე სტანდარტებს, ისინი აღიარებენ, რომ მართლაც საჭირო არის რეფორმის დაწყება, შესაძლებელია ის პატარა პრობლემები შეექმნას იმ პატარა ავტოსადგურებს, რომლებიც არანაირი სტანდარტით დაცვით არ არის გაკეთებული, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ არის შემდეგი ბევრი რიგი მოთხოვნები, როცა რამდენი ადგილებს უნდა შეიცავდეს, გარკვეული ფართობი უნდა ქონდეს მას, უნდა ქონდეს სამედიცინო პუნქტი, ტექნიკურ შემოწმებას უნდა აკეთებდნენ ავტომობილების და მოსასწრელი დედათა ოთახი და ასე შემდეგ. ანუ თუ რაღაც რეგულაციები დაწესდება, ვფიქრობთ, რომ ის ავტოსადგურები, რომლებიც 2 და 3 მხოლოდ და მხოლოდ სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის არ შექმნილი, ალბათ ბაზიდან გაქრება. თუმცა ასევე მინდა დავამატო, რომ უნდა შეიქმნას კაცრი მონიტორინგის სისტემა, რომელიც ასევე გააკონტროლებს და კაცრად იქნება დააჯერილი ცხოველები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ხიშნიკებს წარმოადგენენ და ისინი არ მოახდებენ ეგრეთ წოდებული რეგისტრირებული ავტოსადგურებიდან და რეგისტრირებული მიკროსამარშრუტო ავტომობილებისთვის მგზავრების წარსნებას, ანუ ბაზარი შემდეგნაირად უნდა გადარეგულირდეს. ანუ ეს არ უნდა იყოს მიშვებული და სხვათა შორის მონიტორინგის სისტემაზე ჰქონდა ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია და ვფიქრობთ, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში ზუსტად ეს კვლევის შედეგებმა გვანახა, რომ ჩვეულებრივი მარტივი მონიტორინგით კი უსაფრთხოების სტანდარტებს ამაღლებს გზებზე. გასაგებია. ირაკლი, ერთი კითხვა და მოკლედ თუ შეგიძლია მიმპასუხე. ეს რაც შეეხება საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს. არანაკლებ სავალალო მდგომარეობაა, ცალსახად ფაქტობრივად
ქალაქში, იგივე დედაქალაქში მოძრავ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მოქმედებებიდან გამომდინარე და თუ არის თქვათ ეს საკითხი განხილვის საგანი ჩვენ ბოლოს დროს რამოდენიმეჯერ გქონდა ქალაქ თბილისის მეტროს შეხვედრა მე არ დავმალა და პირდაპირ ვიტყვი რომ თვითონ სატრანსპორტო სამსახური დაინტერესებულია რომ მაქსიმალურად წინ გადადგას ნაბიჯები ამ კუთხით ჩვენ ვიცით თბილისში არ არის ის ავტობუსების რაოდენობა საკმარისი რაც რეალურად ყავს დაახლოებით ახალი 800 ავტობუსი მაინც უნდა ყავდეს ქალაქ თბილისს რომ მოსახლეობის ნაკადების გადაყვანა შესაბამისად ნორმალურად მაინც მოხერხდეს მაგრამ პრობლემად შევა ის მიკროავტობუსების სხვადასხვა ბოლო პერიოდში დაფიქსირდა მოქალაქეების რეგისტრატორობით მიერ გადაღებული რამდენიმე კადრებიც კი ვნახეთ როცა მიკროავტობუსის მიერ ისეთი მანევრი ხორციელდება როცა მას მგზავრების თითქმის ნახევარი ფეხზე ყავს დაყენებული და ასეთ მანევრირების დროს ესე ვირწევა მთლიანად ეს მიკროავტობუსი ანუ ამ ხევაც არის პრობლემები და მე გეთანხმებით იმაში რომ ესეც სამუშაოა და ანუ მინიმუმ შესწავლის და კვლევის საგანი უნდა გახდეს ალბათ ბატონო ირაკლი ეს თემა თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დიახ რა თქმა უნდა და ვფიქრობთ რომ ჩვენი ძალისხმევით და ჩართულობით ყველა თითოეული ჩვენთაგანი ჩართულობით რა თქმა უნდა დიდი როლი ასევე თქვენსგან იჭერებათ მედიას და დიდი იმედი გვაქვს ასევე თქვენი რომ მაქსიმალურად მოვახსენოთ ამ პრობლემების გაშუქებას და ინტერესი რომ გამოხატოთ და დაინახოთ თუ რა პრობლემები არსებობს და რა მოსახლეობას რა პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია საზოგადოების სრული და აქტიური ჩართულობა ამ საკითხში უღრესი მადლობა ბატონო ირაკლი დიდი მადლობა მადლობა თქვენს. ირაკლი იზორია ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის აღმასრულებელი დირექტორი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზა და კვლავ პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებათ გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99 ვუსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა შემდეგი რისკის შემცველი მგზავრობა ინტერაქტივის კითხვა კი ასეთი როგორ ფიქრობთ არის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უსაფრთხო მოგესალმებით რომ ჩატარდა კვლევა რომლის შედეგების პრეზენტაციაც მოეწყო დღეს და სწორედ ამ კვლევის მონაცემებს განვიხილავთ გადაცემაში 292 11 88 ან 292 11 99 რადიო ემედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენი აზრი გამოთქვათ ამ თემაზე უკვე მსმენელია ხაზე როგორც მოწყობინებენ საღამოშვიდობისა გისმენთ გამარჯობა სანამ კითხვაზე გიფასიხებ პირველ სკოლის ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან თქვენ საიტი ადრე თავისუფლად იკურებოდა პირდაპირ ეთერის მეშვეობით ლაივში ჩვენი გადაცემა. და ეხლა ხდება ისე რომ როგორც ისნი ეგრევე ხდება და ეხარება ზევიდან მოთხოვნილება რომ Facebook-ით ისარგებლეთ. და ველახელი უყურებთ ეხლა Facebook-ს თავს უკვე მე იმას მიაქვს რესურსი. იქნება ან ეს რესურსი ან მოხსნათ ეს ან და ორი ფანჯალა გაკეთოთ რომ როგორც ადრე იყო ერთი იყოს Facebook-ის გარეშე და მეორე იყოს Facebook-ით, იმიტომ Facebook-ს მიაქვს დიდი რესურსი და მე როგორ გადაცემა იჭედება ან კიდე საერთოდ ეკიდება. კარგი ბატონო გადავცეთ ტექნიკურ სამსახურს რომ გაითვალისწინოს ეს. რა შეეხება ახლა კითხვას? ნაიცით ცოტა საფრთხის მომცველია, იმიტომ რომ სახელმწიფოში არსებული სხვავე სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, ну, მძღოლები ცდილობენ რომ რაც შეიძლება მალე გადაადგილდნენ 10 წელიდან 10 წელზე და რაც შეიძლება მეტი მისამგზავრი აიყვანონ იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფოში არსებობს რა სხვავე ინფლაცია და სოციალური კრიზისი და შეხედათ რომ დოლარის მომატების შემთხვევაში ფასები იწევა, მაგრამ დაკლების შემთხვევაში ცედაქნის პოზიციაში განან და ეს რაღაც ხელოვნურ სიტუაცია გავს ანტისახელმწიფოების მოსახლეობა რაც შეიძლება სხვავე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში ამყოფონ თავისთავად ხადია ეს სიმპტომები არის, იმიტომ რომ ყველა ცდილობს გადარგების მეშვეობით 10 წლიდან 10 წლამდე უფრო მალე მივიდეს და უფრო მეტი როგორც ბრუნი გააკეთოს იმას დაკავშირებით ხო მაგრამ ეს უკაცრავად შეგახსენებთ რომ საქალაქთან მგზავრობის შემთხვევაში ეს ნაკლებად არის იმიტომ რომ როცა მედის მაგალითად თბილისიდან ბათუმამდე ის ერთ რეისს აკეთებს დღის განმავლობაში მაგრამ მეორე მომენტი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში აქტიური რომ ეცადოს რაც შეიძლება მეტი მგზავრი წაიყვანოს აი ეს ბატონო და რატომ წარმოიდგინეთ ეს როცა ავტობუსია მაგრამ მაგათ ხო აქვს დღეში 2-3 რეისი თან ამ საქალაქოთა მოძრაობას შორის ნუ იშვიათია მიკროავტობუსი რომელიც თქვა თბილისიდან
თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან თბილისში ბრუნდება მით უმეტეს არასეზონურ პერიოდში. გასაგებია თქვენი მოსაზრება? მაგრამ იქით რა შესაძლებლობაა და ნიუანსი ხედა რომ ამ მოძრაობის მარშრუტში არიან კერძო ტაქსებით, რომლებიც გასაგები სიტუაციას აკეთებენ და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობა თავისთვისაც და შეფსად, იმიტომ რომ ის ტაქსის ხოსაც უნდა თბილისიდან ბათუმამდე შეიძლება დღეში 2 და 3 ჩამოვიდა განხილავდა და მარშრუტის მძღოლი თუ ავტობუსის მძღოლი თუ ვერა ქმნის, მაგრამ შეიძლება იმეორე ისა როგორც იწვიან. კი ბატონო, მით უმეტეს ის როგორც ჩვენ რესპონდენტთან ერთად ვისაუბრეთ, კონტროლს არ ექვემდებარება არანაირად. ჩვენი კარგად ჩვენი გზების მდგომარეობა, ჩვენი მანქანების მდგომარეობა, ყველა მეურვადი საბურავები დადის, ყველა დაბალხარისხიანი ბენზინი. ნაკლებად ვართ გასული ამ საფრთხიდან გამომდინარე. ეს არის ხელისუფლების ბრალი. არა მოსახლეობის, არამედ ხელისუფლების. იმედია ეს ყველაფერი დიახ, დიდი მადლობა. დიახ, დიდი მადლობა. იმედია ეს ყველაფერი გამოსწორდება და იგივე ეს უშუალოდ ეს კვლევა დაეხმარება იგივე ხელისუფლებას, რომ სწორი გადაწყვეტილებები და მექანიზმები ამოქმედოს ამიმართულებით. მორიგი მსმენელია ხაზზე, როგორც მატყობინებენ. მეორე მსმენელია საღამოშვიდობისა გისმენთ. თქვენის ნებართვით ეხლა წინამსმენელს მინდა ვთხოვო რა. აი ხა მობილური ფრეკავ და თქვენ წამყვანმა სანამ 6 და 7 ჯერ არ გაუმეორეთ, კი ბატონო, გასაგებია, კიდე არ ამთავრებ და საუბარ. ჩამოაყალიბე აზრი და დაამთავრე რა. გისმენთ ბატონო, ხო თქვენ. მივესალმები ამ ინიციატივას, თუ ეს მოექცევა გარკვეულ ჩარჩოებში და გარკვეულ სტანდარტებში, მე მგონი მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც. გასაგებია. დიდი მადლობა ზარისთვის, უღრმესი მადლობა. 292 1188 292 1199-ია რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც ჩვენ ველოდებით თქვენ ზარებს და შეგიძლიათ გამოთქვა თქვენი პოზიცია, თქვენი მოსაზრება ამ თემაზე. სანამ დაგვირეკავთ კიდევ ერთ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ ბატონ დავით მესხიშვილს გავესწრებით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე. საღამოშვიდობისა ბატონ დავით. საღამოშვიდობისა, მადლობა ჩართვის. უღრმესი მადლობა პირიქით თქვენ რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. ბატონ დავით, რამდენიც ვიცი, თქვენც იმყოფებოდით დღეს პრეზენტაციაზე, რომელსაც ჩვენ გადაცემაში მიმოვიხილავთ. თქვენი დასკვნა როგორია და თქვენი შეფასება ამ კვლევის შედეგებისა და რამდენად იყო მოულოდნელი მისი მონაცემები? ხო, მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ მოულოდნელი არ იყო, იმდენად ამდენად და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდით და მუდმივად ვაწვდით კიდევაც ხელისუფლებას ამ პრობლემის შესახებ. იქ იყო კონკრეტული ასე ვთქვათ მიზეზებზე იყო საუბარი, ანუ რა არის მთავარი პრობლემა აი ამ უსაფრთხო გადაადგილების ჩვენ გზებზე, საკალათაშორისო მიკროავტობუსებს გულისხმობ. მთავარი პრობლემა აქ თავშივე უნდა ვთქვათ, რომ არის საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების არარსებობა. ანუ საქართველოში არავინ არ აგებს საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას. შეიძლება მკითხოთ, რომ აი საპატრულო პოლიცია უკვე მომხდარზე ახდენს რეაგირებას და ის არანაირად პრევენციას ვერ ახდენს. ანუ თუ ნასვამი პირი მოხდა საჭესთან, ეს უკვე შედეგი არის. თუ რაღაცამ სიჩქარეს გადააჭარბა, ესე შედეგია. ავტოსაგზაო შემთხვევაში თავისთავად შედეგია იმ არასწორი ცხოვრების ზოგადად, რასაც პრინციპში ამ მიმართულებით ბატონო კლიანობაში სერიოზული პრობლემის წინაშე დგავართ. პრინციპში ამ მიმართულებით ბატონო დავით, იგივე იმ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ ამ მიკროავტობუსებსა თუ ავტობუსებს მგზავრთა გადაყვანისთვის ქალაქებს შორის, ამ კომპანიებს თავადვე შეუძლიათ თვითრეგულაციის მექანიზმები ჩართონ ამ მიმართულებით, სანამ თქვა ეს დაწესდება კანონის მოთხოვნის საფუძველზე, ალბათ არ იქნება ურიგო. ხო, ნუ ეს კარგი შემთხვევაა, როდესაც დაუშვათ ლაპარაკობთ სიტყვაზე, თუ საუბრობთ სკანდინავიის ქვეყნებზე, სადაც დაუშვათ რეგულაციებს არავინ არ უსწრის და თვითონვე არიან ისეთ ამაღლებული სტანდარტების მომხრე და თავადვე უდგენენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში სტანდარტებს. ნუ ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის. მიკროავტობუსები კუსტარულად არის გადაკეთებული გაზზე. ეს ერთი, რაც საფრთხის შემცველია. მეორე, უსაფრთხოების სტანდარტები თვითონ უშუალოდ სალონშიც არ არის დაცული, იმიტომ რომ სატვირთოები არის გადაკეთებული სამგზავრო მიკროავტობუსებად, არ არის ღვედები საერთოდ და ამასთან ერთvis რომ სიჩქარეს აჭარბებს აბსოლუტური უმრავლესობა მიკროავტობუსების, რომელთა დასაშვების სიჩქარეც ნებისმიერ შემთხვევაში აი მაქსიმუმი ხო არის დაუშვათ 100 ჩვენთან დაშვებული, მათთვის არის 80, თუმცა ვიცით რომ იგივე ჩქაროს უნდა 140-თან ვითარებენ, ხო? არ არის კონტროლის მექანიზმი, არ არის არავინ პასუხისმგებელი, უკანონო თვითმოწყობილი სადგურები არსებობს ქვეყანაში, არანაირი ასე ვთქვათ კონტროლის და არც მომთხოვნი არ არის არავინ.
ამიტომ გასაკვირი არ არის სამწუხაროდ აი შედეგები რაც გვაქვს. შემთხვევით ხო არ არის თქვენთვის ცნობილი რაიმე მიმართულებით კონცეფცია ხო არ არის ჩამოყალიბებული იგივე გამფენილად სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ან რაიმე კონკრეტულს ამ მიმართულებით რაღაცა ფაბულის მსგავს ძირითად ხო არ თავაზობს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ასე ვთქვათ ფლობს ამ მიმართულებით ბევრი ინფორმაციას იმიტომ რომ თუ არ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა შედეგს ვერ მივიღებთ იგივე ევროლიბერალიზაციის ფარგლებშიც გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით მოთხოვნები და საკმაყოფილება და რაც მივიღეთ არის კატასტროფა. აი ესე თვითრეგულაციებით როცა მივყევით, სამწუხაროდ აი კიდევ ეს ხომ ჩვენ თვითონ არ ვაწესრიგებთ ხოლმე არაფერს ეს სულ მაგვინებს ხვედების შემთხვევას, ხვედზე ჯარიმა რო არ ყოფილიყო, ალბათ არც არავინ არ გამოიყენებდა. ჩვენი მთავარი ჩემი ორგანიზაციის მთავარი მოთხოვნა არის ევროდირექტივების დანერგვა და აქ პირველ რიგში გამოყოფდი ეგრეთ წოდებულ ტაქოგრაფების სისტემას, ჩამწერი მოწყობილობების, რომელიც აპრობირებულია იგივე და მაკონტროლებელს რომ გაეკონტროლებინა ამა თუ A პუნქტიდან B პუნქტამდე რა სიჩქარით იმოძრავა მიკროავტობუსმა ხო არ გადააჭარბა სიჩქარეს ზღობა და ისვენა თუ არა და ასე შემდეგ ეს არის ევროპული გამოცდილება და ეს იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ ევროდირექტივა იმიტომ უნდა მივიღოთ რომ ამას შედეგი ყველა ქვეყანაში მოყვა ნუ ამის გაკეთება მაინც ხომ არის შესაძლებელი და აჯობებდა რომ აი ამით დაგვეწყოთ მით უმეტეს რომ ამის გამოცდილება გადამზიდავ კომპანიებს აქვთ ხო მით უმეტეს რომ ამის გამოცდილება იგივე საქართველოში მოქმედ გადამზიდავ კომპანიებს აქვთ თუნდაც კი აქვს ამის ისა მაგალითად საერთაშორისო გადაზიდვებს ვერ განახორციელებს თუ ტაქოგრაფების სისტემა არ გაგაჩნია ასე რომ ეს იქნებოდა ყველაზე ესეთი უმტკივნეულო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძალიან და ეხლა ველოდებით რას რომ 2000 თუ არ ვწდები 19 წლამდე გვაქვს ვადა ამის იმპლემენტაციის და ხა სანამ არ მოვა მაინდა-მაინც უკიდურესი ბოლო დღე მანამდე ველოდებთ ხო შეიძლება მივიღოთ ეს ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში რა ვიცი მიმდინარე წელს მაინც ასე რომ ეს შენელებული ტემპები ამ სფეროში ძალიან აფერხებს ყველაფერს ხა ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება ხოლმე ყველგან მაგრამ ასეთი ფატალური შედეგებით არ სრულდება არსად როგორც ჩვენთან მაგალითად 2015-ში დედა და ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა მიკროავტობუსში და კიდევ ერთი მთავარი დეტალი არ მინდა რომ გამომჩეს ეს არის შავი წერტილების არსებობა ქვეყანაში ჩვენ ვიცით კონკრეტული ადგილები და შესაძლებელიც ის რა თქმა უნდა სადაც ხდება უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ კონკრეტულ წერტილში ამიტომ საჭიროა იქ არა ყოველთვის ღოლის გამტყუნება არამედ ექსპერტული შესწავლა და დასკვნების გაკეთება ხომ არ არის საფარის ბრალი ხომ არ არის განათების ბრალი ან სხვა რაიმე გარემო ფაქტორის ბრალი ასე რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისგებელი უწყება უნდა განისაზღვროს ერთხელ და სამუდამოდ გასაგებია დავით სამ დაგემშვიდობებით რადგან თქვენ იგივე საგზაო შემთხვევებზე საუბრობთ კითხვა მაქვს ასეთი შემთხვევით ხო არ არსებობს რაიმე ტიპის მექანიზმი ან რომელიმე კონკრეტულ გადამყვან კომპანიას ხო არ აქვს სრულიად შემთხვევით მგზავრთა დაზღვევის მექანიზმი ამოქმედებული საქართველოს სინამდვილეში თუ ესეც ძალიან აბსტრაქტული იქნება მე რამდენადაც ვიცი არსებობს ასეთი და იგივე ტაქსების შემთხვევაშიც არსებობს და ანუ მგზავრების დაზღვევა ხდება მაგრამ თუ ზოგადად დაზღვევაზე ვისაუბრებთ მთლიანად მოუწესრიგებელია ეს სისტემა გაწდებული ავტომობილის დაზღვევიდან დამთავრებული სიცოცხლის დაზღვევით ამა თუ კომპანიის მხრიდან ნუ შიდა საქალაქთაშორისოზე აქვს საერთოდ ლაპარაკი არის საერთოდ ზედმეტი აქვს არა თუ ეგ სტანდარტი და რაც შეიძლება ანუ ძალიან კარგი და ძალიან თანამედროვე არამედ ჩვენ არ ვიცით მაგალითად საჭეს ვინ მართავს ელემენტარულად და არ მოწდება ჯანმრთელობის მდგომარეობა მძღოლების ტექნათვალიერებას მიკროავტობუსები ვითომ გადიან მაგრამ თუ გადიან მაშინ კითხვა ისმის ასეთი მიკროავტობუსი გზაზე როგორ ხდება თუ არ გადიან და მე მაგალითად ვიცით ეს ცენტრების ასოციაციიდან რომ ზოგიერთ თვითონ ბეჭდავს ამ იმას ფირნიშებს რაც უნდა საქარე მინაზე დაიკრას ხო ესე იგი ვართ სრულიად კატასტროფულ მდგომარეობაში არც ერთი მგზავრის აქ კომფორტზე აღარ არის საუბარი აქ არის უსაფრთხოება მგზავრების უსაფრთხოება დღეს ქვეყანაში არ არის დაცული აი ეს არის თავარი ასე ვთქვათ მესიჯი და ეს ამ კვლევებმა აჩვენა გასაგებია დიდი მადლობა დავით ურმესი მადლობა დავით მესხიშვილი ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ახლა კი მორიგი მსმენელი გვერდება პირდაპირ ეთერში და მას მივცეთ თავისი აზრის გამოხატვის საშუალებას აღამშვიდობისა გისმენთ
აღმოჩნდობისა. გამარჯობა. არავის არ უთქვამს ეს საკითხი, ამაზე არ გამომახვილებია ყურადღება, რომ ის მიკროავტობუსები ის ქალაქის ავტობუსების ადგილას რო აჩერებენ და არ აძლევენ საშუალებას დიდ ტრანსპორტის, სადაც არის მინიშნებული გაჩერება, იქ ზოგჯერ რიგში დგანან ავტობუსები. და არავინ ამას ყურადღებას არ ახდენს. ინსპექციაც არავინ და ეს არის განსაკუთრებო. გასაგებია, დიდი მადლობა. თქვენ ალბათ ამ შემთხვევაში იგულისხმოთ ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები, თუმცა ეს კვლევა ეხება საქალაქთაშორისო გადაყვანას, მგზავრთა გადაადგილებას. საღამოშვიდობისა, მორიგი მსმენელია ხაზზე, გისმენთ. გამარჯობათ. ეხლა შემოგარგებო, მე ასეთი წინადადება მაქვს. გისმენთ. ბატონი დავითი არის კიდე ესეთი არასამთავრობო, ეს არის კიდე ლარიაში. ბატონი ოგბაიძე, ეს სამი პიროვნება ძალიან აქტიურად არის ჩართული მოძრაობის უსაფრთხოებაში. თუმცა არც ერთ მარიცის რა არის მოძრაობის უსაფრთხოება და ისიც არიციან სად ცხოვრობენ და რომელ საუკუნეში ვართ და როგორ ვართ. იცით რა შესაძლოა? შემოგარგებო. ამ საქმის სპეციალისტები არიან. ევროპული სტანდარტი ჩვენ ევროპა არა ვართ, რა ვერ გაიგეთ ხალხო. ევროპაში პენსია 1000 ევრო და ზევით. სოციალურად დაუცველი იღებს 750 ევროს, ხელფასია 5000 ევრო და ზევით. ჩვენ სოციალურად დაუცველი იღებს 50 ლარს, პენსიონერი 180 ლარს. რა დააჭირეს საქმე ამ ევროპა? კარგია კი ბატონო, ჩვენც გვინდა რომ ევროპული ქვეყანა ვიყოთ. კარგი, მოგარ ვახსენეთ ბატონო ჩემო. უკუღმა ნუიწყებთ რა, დავიწყოთ თავიდან, როგორც წესია. შეუქმნათ პირობები და მე მოვთხოვოთ. და ბელგიაკეთებია, რა სამთხოვთ თქვენ და რაც შეუძლია ამ საწოდახოს კი აკეთებს და რას ერჩით მითხარი, მაგათ სამივეს მილიონჯერ შევთავაზე, მე მაქვს კონცეფცია, მე მაქვს გეგმა, რითაც შემიძლია ერთ კვირაში, მაქსიმუმ ორ კვირაში თბილისში არ იყოს საცობი. კაცი შვილი კურს არ მიგდებს. ჩაატარეთ ამ თემაზე ერთი პრესკონფერენცია და გამოგეხმაურებიან ადამიანები. გამიგეთ რა შესაძლოა. აბა რა ვთქვი, ახლა მეახ ტყუილი და არამართებული. აი ამიხსენით არა ვართ ხალხო ევროპაში არც ერთ ხელეხში 500 და 1000 კაცი არ მიდის ჩვენთან მოდიან. დაუფიქრდით რა, ჩვენ ვართ ქართველები. და ეს ვერ გაგვიგია თუ რაშია საქმე. დიდი მადლობა ზარისთვის. მადლობა, მაგრამ მადლობა თქვენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, წავალთ თუ არა ევროპაში, ამას მნიშვნელობა ალბათ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ ვითარებაში არ აქვს. ჩვენ ელემენტარული ეს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები მინიმუმ უნდა დავიცვათ, თუ არ ვსაუბრობთ მეძე და თქვენ მიერ ჩამოთვლილი სამი ადამიანი კიდე ალბათ ძალიან ერკვევა ამ საკითხებში და შემთხვევით არ გაჰკივიან ისინი იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს. თქვენს გეძლევათ საშუალება, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი, მინიმუმ აგერ ჩვენი ეთერი გაძლევთ ამის საშუალებას. დიდი მადლობა. ჩვენი დღევანდელი გადაცემა უახლოვდება დასასრულს და ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ გექნებათ იმის საშუალება, რომ ისაუბროთ პირდაპირ ეთერში თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. საუბრის ბოლოს კი შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ერთობლივად ვებ პლატფორმა ვიხელწერტილ-ჯისთან ერთად ვეხმარებით იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება. ამ კვირაში 5 წლის ივანე ძებნიაურს ვეხმარებით, მას ცერებრული დამბლა აქვს და ესაჭიროება სარეაბილიტაციო მკურნალობა ჩინეთში, რომელიც 35127 ლარი ღირს. შეგიძლიათ მის დასახმარებლად დარეკოთ ნომერზე 0917108082 ზარეზღირებულება 1 ლარი ან დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ვებგვერდს wihhelp.gr. დიდი მადლობა რომ უსმენთ ერთმანეთს ნახვამდის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.